ბოდიშს მოგიხდით შემოძურფასება, მეგონა თემას ვიწერდი და თურმე არ ჩამირთვია ვიდეო რო ჩამეწერა თემა, ხო? რეალურად დღეს ამ გაშლით განვიხილავ შემდეგ თემას, შეიძლება თუ არა თქვენს მე ჩაფიქრებული პიროვნება ძველი კომუნიკაციის ან ურთიერთობის აღდგენას რეალურად და ასე ვთქვათ ფონად პენტაკლების მეფე სამიანი პენტაკლი ეშმაკირვიანი კვერთხები მეორე ხაზი ეთასების ტუზი და შვიდიანი პენტაკლი და ბოლო დამაგურგვინებელი არკანი არის ხმლების დედოფალი, ხო? მოდი ესე გეტყვით, ეს ურთიერთობა აშენებული იყო სტაბილურობაზე, მაგრამ ესე ვთქვათ მეტად მატერიალურ ან პრაქტიკულ საფუძველზე უფრო იყო, ხო, ფონიდან გამომდინარე. რეალურად არჩენს მამაკაცი, რომელიც ემოციურად იყო დახურული, თუმცა პასუხისმგებლობას საკუთარი თავიდან გამომდინარე გრძნობდა თქვენთან მიმართებაში. მეორე მხარე კი არის ქალი, რეალურად ვინც რეალურად გრძნობებს და ემოციებს უფრო ღრმად განიცდიდა ამ კავშირში და ყველაფერს ანუ სულს და გულს დებდა ამ ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა სადაც ერთს გული ასე ვთქვათ მართავდა, მეორე მხარეს კი გონება მართავდა, ხო? რეალურად სამიანი პენტაკლებიდან და ეშმაკიდან გამომდინარე, ამ ორი არკანიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა თავიდან დაიწყო სწორედ, მაგრამ თანდათან ურთიერთობამ დამოკიდებულების ფორმა მიიღო და რას ნიშნავს ეს, ხო? შეიძლება ერთ-ერთმა მხარემ მუდმივად კონტროლი აიღო საკუთარ თავზე, ნუ აი რაღაცნაირად ეშმაკისებრი დამოკიდებულებები რო აქვს, ხო? ეჭვიანობა, რაღაცნაირად სულ მუდამ გაღიზიანებული მდგომარეობა, სულ მუდამ გინდა რომ ადამიანის ყველა ნაბიჯი იცოდა და აი ეს გრძნობები რეალურად გადაეზარდა, მოდი ვთქვათ, პირდაპირ ემოციურ მიჯაჭვულობაში, ან მიეჯაჭვა არაჯანსაღად ადამიანს ხვდები და ეს გახდა რეალურად მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა თქვენ ორ შორის დამძიმდა, თითქოს ერთნაირად ვეღარ სუნთქავდით, ერთნაირად ტალღაზე ვეღარ იყავით, ხო? რვიანი კვერთხები რეალურად მეუბნება იმას, რომ ანუ პირდაპირ ვიტყვი, რომ ნუ ეს პიროვნება ასე ვთქვათ დღემდეა, მოდი ეს ვთქვათ თქვენზე მოჯაჭვული და რვიანი კვერთხებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ აქ ჩანს რეალურად მცდელობა და ძალიან სწრაფი ენერგიის მან მომასწავლებელი აბარათია რვიანი კვერთხები. ეს იქნება შეტყობინება, ზარი, მოულოდნელი სიახლე, ხო? რომელსაც თქვათ შესაძლებელია პიროვნებისგან ელოდებოდეთ. შესაძლოა ადამიანი უეცად გამოჩნდეს ან მოგწოროთ. ისე თითქოს არაფერი მოხდარა თქვენ შორის, ხო? თასების ტუზი და შვიდიანი პენტაკლი მეუბნება, რომ მას ისე აქვს ემოცია და გულში გრძნობა აქვს თქვენთან მიმართებაში და ეს ყველაფერი არ გამქრალა. ნუ ეშმაკიდან გამომდინარე, ხედავთ ხო ეს ეშმაკისებრი მიჯაჭვულობის გაქრობა არც ესეთი ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ დაშორებულები ხართ, ხო? ან შესაძლოა პაუზაში იყოთ. ნუ დამთავრებული ან დაპაუზებული ურთიერთობის თემაზე საუბრობ, ხო? არის ეს ყველაფერი თქვენ შორის ისევ მისი მხრიდან მით უმეტეს, თუმცა მოქმედებისას, ასე ვთქვათ, იქნება ფრთხილი. ანუ ადამიანი სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გაკვირდებათ შორიდან, იცით? ფიქრობს, ღირს თუ არა ნაბიჯის გადმოდგმა და ელოდება რაღაცა სწორ დროს თითქოს სურს დარწმუნდეს, რომ თქვენ ისევ მზად ხართ მის მისაღებად და ნუ კარი ღია გაქვთ მისთვის, ხო? ხმლების დედოფალი აქ არის ქალი, რომელიც მამაკაცთან შედარებით უფრო გონივრულია, მეტად გონივრულია, ხო? ფრთხილია, თითქოს გულში კიდევ აქვს გრძნობა, ან თქვენზეა საუბარი ამ პიროვნებასთან მიმართებაში, მაგრამ აღარ აყვება ემოციას ისე, როგორც ადრე აყვა. რეალურად თქვენ ელოდებით ქმედებას და არა სიტყვებს მისგან ხვდებით, ანუ მზად ხართ სიმართლის მოსმენისთვის, მაგრამ საკუთარ საზროს მკაფიოდ დაიცავთ მასთან მიმართებაში. მომდევნო პერიოდში რეალურად მოსალოდნელია კომუნიკაცია, ჩამოძვრფასება, შეტყობინება ან შეხვედრა, თუნდაც ხო უცაბედი უეცარი, ან ვითომ შემთხვევითი შეხვედრა, შეტყობინებაც შესაძლებელია უცებ მოხდეს, აი გამოგზავნოს მესიჯი რაღაცა ის მოულოდნელად, რომელიც თქვენთვის ასე ვთქვათ, თან მოულოდნელიც იქნება, თან რო ელოდებით და გრძნობთ, რომ იქნება ეს ყველაფერი, ხვდებით, ესეთი მომენტი გექნებათ, გრძნობა დაგეუფლებათ. თუმცა ეს იქნება ტესტი, შეძლებს თუ არა მამაკაცი გულწრფელად გამოხატოს ემოცია და არა მხოლოდ სურვილი ნება თქვენთან მიმართებაში, ხო? თუ ასე მოხდა, ურთიერთობა ახალი ფაზით განახლდება, ჩამოძვრფასება, კავშირი ჯერ არ დასრულებულა თქვენ ორ შორის, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციაზე ხართ ერთმანეთთან, მამაკაცი ისევ ფიქრობს თქვენზე, ქალი კი ასე ვთქვათ, ნუ აი თქვენზე ვიტყვი, რომ თქვენ გონივრულად ელოდებით მისი მხრიდან სიმართლეს, ხო? და კომუნიკაცია მოსალოდნელია ნამდვილად, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია იმაზე, შეიძლება თუ არა ის პიროვნება, რომელიც თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ, გულით
და არა რაღაც სხვაზე თამაშისებრი გრძნობებით და არა თამაშით დაბრუნდეს ხდებით. ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სერიოზულობა რეალურად, რაც ამ პიროვნების მხრიდან თქვენ ადრე ვერ დაინახეთ და აქედან გამომდინარე გადაყვეთ ცივ ენერგიებში მასთან მიმართებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვენი მხრიდან მოხდა აქ დაშორების ინიციატივა, იმიტომ რომ არ გაწოდოთ ეს ფორმატი ამ ურთიერთობის, რომელთაც წარიმართა თქვენი ურთიერთობა, დაწყება სწორი იყო, შემდეგ არასწორად წარიმართა ამ პიროვნების მხრიდან, თითქოს უფრო ვნებაზე იყო დამოკიდებული, სერიოზულობაზე არ ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები ჰქონდა თქვენთან მიმართებაში, სულ ესე თქვა დაცვის რეჟიმში იყავით და აი როდემდე ხო და აქედან გამომდინარე გაგიცდოთ გრძნობები, ემოციები მასთან მიმართებაში და დისტანცირდით და დაშორდით, ხო? ეს ურთიერთობა დაპაუზებულია და აღდგენას ექვემდებარება ჩემო ძვირფასებო. ასე თუ ისე რომ ავიღოთ, ხო, თქვენ ერთად ყოფნით სიამოვნებდათ და ძალიან მოგწოდათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ გაწყობდათ ასეთი ფორმატის ურთიერთობა. მასთან ყოფნა თქვენთვის სიამოვნება იყო და ასე ვთქვათ, მოგწონდათ. ასე თუ ისე, უბრალოდ თქვენ მეტად უფრო სერიოზული პერსპექტივები გინდათ საომავლოდ, რაც ვერ მიიღეთ და აქედან გამომდინარე დისტანცირდით და დაშორდით ამ პიროვნებას. სულ ეს იყო ჩამოკარგებო ეს თემა. და პირდაპირ ვიტყვი, რომ კი ბატონო, ნაბიჯები იქნება, კომუნიკაციის აღდგენას და ურთიერთობის აღდგენას პიროვნება შეეცდება, კომუნიკაციისას და ურთიერთობისაც, მოდი ასე ვთქვათ და შეგიძლიათ დაელოდოთ. ოღონდ იყავით მეტად გონივრული და ფაქტობრივად თქვენ იმპერატრიცას არგანი ამოვა და კი ბატონო, იქნებით კიდევაც ასეთები, იმიტომ რომ თქვენი მიზანი გაქვთ ცხოვრებაში და ურთიერთობებთან მიმართებაში თქვენი შეხედულებები გაქვთ. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მშვიდობას, სოლიდარობას და სიკეთეს გესურვებთ ცხოვრებაში. კარგად იყავით.